ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეული, რომელიც საქართველოში 23 მარტს ჩამოვიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით ამერიკულმა დელეგაციამ, რომელშიც ანდრეულისთან ერთად საქართველოში შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელიც იმყოფებოდა, ადგილზე სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც სამინისტრო ამბობს, სამუშაოს დეტალები, რომელსაც ბელგიური კომპანია იან-დე-ნული ახორციელებს, ამერიკულ დელეგაციას თამარ იოსელიანმა გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შეპესი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელები. მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას. თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციონირებაში. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც. აღნიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის ანაკლიასთან დაკავშირებული სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას. პიტერ ანდრეული თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრას კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩაბა, ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია, კახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური და თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე ესწრებოდნენ. კიდევ ერთხელ დავუფიქსირეთ, რომ ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვისაც წარმოუდგენია, რომ შავ ზღვაზე შეიძლება რომელიმე დასავლური დემოკრატიის ინტერესი იყოს. ჩემი სიტყვები ხო არ არის, მასა აქვს ნათქვამი, რომ შავ ზღვაზე ამერიკელებს არაფერი არ ესაქმებათ, ამიტომ არავით არის ანაკლიის პორტი, არავით არის მარშრუტი კასპიიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება, ვიდრე ივანიშვილია. ჩვენი განმარტება იყო მკაფიო, ვიდრე ივანიშვილი აქ არის, ეს არ მოხდება, ამიტომ უნდა იყოს ცვლილება. ამ ცვლილებას ჩვენ როგორც ალიანსი მაქსიმალურად მოვიყვანთ რეალობამდე. პიტერ ანდრეულთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ. ცუცქირიძის თქმით, მან სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმება ან შემსუბუქება სთხოვა. უნდა ვისაუბრე პოლიტპატიმრების საკითხზე, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რაც არ უნდა მოგწონდეს ერთმანეთის მოსაზრებები, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში დავამწყდიოთ და ეს ძალიან პრინციპული და მორალური საკითხია ჩვენთვის ყველასათვის და ამის იქით ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო განვითარდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებში, დემოკრატიულ ჩარჩოებში და როგორ უნდა გახდეს ეს ქვეყანა არა იზოლირებული და ჩამორჩენილი რაღაცა გუბერნია, არამედ განვითარებული, ძლიერი და მდიდარი დემოკრატიული სახელმწიფო. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. 2020 წლის 9 იანვარს გიორგი გახარიას პრემიერობის დროს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმ რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა ეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა. მთავრობამ პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. 2024 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კორპორაცია კონსორციუმის ფარგლებში გამოაცხადა, თუმცა ინვესტორთან კონტრაქტი ამ დრომდე არ გაფორმებულა. ეს კომპანია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არის სანქცირებული.